დღევანდელი ვლოგის თემა იქნება თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან დემენცია. Რა თქმა უნდა 100%-ით არავის არ შეუძლია წინასწარ დაავადებების განსაზღვრა, თუმცა უნდა ვცადოთ. ჩამოგეცვლით რჩევებს, რომელიც დაგვეხმარება საკუთარი თავისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის დემენციის თავის ასარიდებლად. ტვინის მუდმივი დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა, ხარისხიანი ცილი, ჯანსაღი კვება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ახალი უნარჩვევები, მამნაჩვევების შემცირება, სოციალური აქტივობა. და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი, რაც სამწუხაროდ საქართველოში დისციპლინის დონეზე არ გვაქვს და ველოდებით აუტანელ სიმპტომებს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ექიმთან, ნევროლოგთან თუ კარდიოლოგთან ვიზიტი სრულიად უფასოა და მაგრამ აუცილებელია ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი. ასე შეგვიძლია ჩვენ არა მარტო დემენცია, არამედ ნებისმიერი დაავადება თავიდან ავიცილოთ. თუ თავიდან ვერ ავიცილებთ, სიმპტომები მაინც შევამსუბუქოთ. ახლა კი გადავ ვლოგის მთავარ სათქმელზე, აქტივობებზე, რაც დაგვეხმარება, რომ დემენცია თავიდან ავიცილოთ. თითოეულ პუნქტს ჩავშლი სიღრმისეულად და განვიხილავ შეძლებს დაგვარად მარტივად. პირველი პუნქტი იყო ტვინის აქტივობა. წიგნების კითხვა, ჟურნალ-გაზეთების, ახალი ინფორმაციების და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ტვინის ნეირონებს ყველაზე მეტად ააქტიურებს ახალი ენის სწავლა. ტვინის ნეირონების გააქტიურება შეგვიძლია სხვადასხვა ლოგიკური თამაშებითაც, ფაზლებით, კროსვორდით, ჭადრაკი და ასე შემდეგ. მეორე პუნქტი იყო ფიზიკური აქტივობა, როგორც არის შეძლებს დაგვარად ყოველდღიური სეირნობა, ცურვა, განსაკუთრებით ზაფხულში. საქართველოს ბუნება გვაძლევს ამის დიდ არჩევანს, ველოსიპედის ტარება. თუ ველოსიპედები არ გვაქვს, ან ფიზიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს, არსებობს ძალიან ბევრი მექანიკური თუ ელექტრომოწყობილობები, რომლებსაც იგივე ფუნქცია აკისრიათ, რაც ველოსიპედს. შემდეგი პუნქტი იყო ჯანსაღი კვება და სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია დაავადებების პრევენციისთვის და ჩვენ ჯანმრთელობისთვის, რაც დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია, მაგრამ არ არის რთული დიდი რაოდენობით სითხის მიღება, განსაკუთრებით წყლის, რომელიც არის ჩვენი სიცოცხლის ელექსირი. ტვინისთვის უმნიშვნელოვანესია საწვავი. ამ საწვავს ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს, რის გამოც საჭიროა, რომ გარეგნულად მივიღოთ ისინი. საკვების სახით, როგორც არის თევზი, ომეგა-3-ის ყველაზე დიდი წყარო, ხილი, ბოსტნეული, ნაკლები ქოლესტერინის შემცველი, ნაკლები შაქარი.